თქვენ ახლა დაახლოებით ხდებით რაზეც არის ლაპარაკი. ზოგი ზედმიწევნით ხდება რაზეა ლაპარაკი. ზოგი დაახლოებით, ზოგი ასე, ზოგი ის. გუშინდელი დღე იწოდებოდა ასე, საშინელი სამსჯავროს ხსენება. გაგგონიათ რა არის საშინელი სამსჯავრო? აი მაგალითად გუშინ ვიღაცისთვის რაღაც დაგენანა. შენ კი არ დაგენანება, მაგრამ დაუშვათ. ეგ არავინ არ იცის. ხო არავინ არ იცის. ეგ მარტო შენ იცი. მარტო მე ვიცი თუ ვინმესთვის რამე დამენანა, ხო? მაგრამ დადგება დრო, როდესაც უფალი დაბრუნდება მეორედ მოსვლა ქვია ამას. პირველად ხომ ბეთლემში დაიბადა მაცხოვარი. აი მეორედ მოსვლას თითოეული ადამიანი იხილავს, ესე იგი ვინც კი დაბადებული. ყველა. და ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე წავდგებით. და იქ არ დაიმალება ის, რომ ჩვენ გუშინ ვიღაცისთვის რაღაც დაგვენანა. იქ ყველაფერი გამოჩნდება. აი როგორც იქ წერია, რომ წიგნი გადაიშლება და ყველას დაფარული საქმეები ცხადი გახდება. ესმით. ისე რომ აი დღეს ჩვენ თავს ვიწონებთ იმით, რომ ნახე რა ლამაზად გამოვიყურებით სარკის წინ შემოვტრიალდებით, მივტრიალდებით, გავეპრანჭებით საკუთარ თავს, ასე ვართ, ისე ვართ. ეგ გარეგნული მხარე, იქ არავის არ დაინტერესდება. ამხელა ქოჩორი ქონდა, როგორი თვალწარბი ქონდა, თუ საყურე გეკეთა, თუ მძივები, თუ ფერუმარილი. ეგ არავის არ დაინტერესდება. იცი რა იქნება იქ ყველაზე მთავარი? შენ როგორი მოწყალე იყავი სხვა ადამიანის მიმართ. და იქ ამბობს უფალი, რომ როგორცო მწყემსი გაარჩევსო, ნახე, ცხოვრები რა საყვარელი და მშვიდი არიან. ესენი არ არიან ეგეთი მშვიდები, თხები, არც მორჩილები არ არიან, არამედ არიან ურჩები. და იქ ამბობს უფალი, რომ როგორცო მწყემსი გაარჩევსო და თხევს, ესა ცხრებს მარჯვნივ დააყენებს და თხევს მარცხნივ, ასევე უფალიც მთელ კაცობრიობას, აი ვინც კი დაბადებულა ოდესმე, აი დღეს ხო არის 8 მილიარდი ადამიანი. ჩვენამდე კიდე რამდენ მილიარდ ადამიანს უცხოვრია რა. ჩვენ შემდეგ კიდე რამდენი იცხოვრებს, ეგეც კაცმა არ იცის. მაგრამ როდესაც უფალი დაბრუნდება, ვინც მანამდე გარდაცვლილები იქნებიან, ყველა აღდგება და ყველა ღვთის წინაშე წარდგება. ისე რომ ამას ვერც ერთი ადამიანი გვერდს ვერ აუვლის. აი იმას, რომ მე უფლის წინაშე არ წავდგები, ეგეთი ადამიანი არ არსებობს. მაგას ვერავინ ვერ დაემალება, მაგ მოვლენას, უფალი რომ დაბრუნდება. და თითოეული ადამიანი ღვთის წინაშე წარდგება და ზოგი ღვთის მარჯვნივ დადგება. ზოგი ღვთის მარცხნივ. ეხლა მარჯვენით ყოფებს რას ეტყვის უფალი, ნახეთ. მოდით ჩემთან, კურთხეულნო მამისა ჩემისა, ანუ ჩემი ზეციერი მამის მიერ დალოცვილებო. და დაიმკვიდრეთ დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. ანუ სასუფეველში შემოდითო, ეხლა სასუფეველი რა არის? აი წარმოიდგინე, ყველაზე მეტად რაც სიამოვნებს და გიხარია. ვიღაცას წიგნის კითხვა უხარია, ვიღაცას მეგობრებთან ყოფნა, სიტყვაზე ვამბობ. ვიღაცას კიდევ სხვა რამე 1000-ნაირი სიამოვნება, ოღონდ ცოდვიანი სიამოვნება კი არა. აი ისეთი რაც ცოდვიანი არ არის და ბედნიერს ხდის. წარმოიდგინე რომ სულ ეგრე გახარებული იყო. აი თუ გქონიათ შემთხვევა რომ აი გიფიქრიათ, ნეტავი ეს წუთები დიდი ხანი გაგრძელდეს. ეს წუთები არ დამთავრდეს. აი ეს მდგომარეობა, ეს განცდა გქონიათ, რომ აი ნეტა სულ ასე იყოს და რა კარგია, რა ბედნიერი ვარ. გახსოვთ პეტრე მოციქული რო ეუბნება მაცხოვარ თაბორის მთაზე. უფალო რა კარგიაო აქ ყოფნაო. მოდი გავაკეთოთო სამი კარავიო და სულ აქ ვიყოთ. გესმით? აი ადამიანს თუ ქონია ეს შეგრძნება რომ რა კარგია ეს მდგომარეობა, ნეტა ეს არ დამთავრდეს. აი გარი იმ სასუფევლის პატარა ნაპერწკალი. თუ ეს ნაპერწკალია, წარმოიდგინეთ იქ რამხელა სიხარული ელოდება ადამიანს და თან ის სიხარული რომ არასოდეს არ დამთავრდება.
და პირიქით ყოველდღიურად რომ იზრდებოდეს და როდემდე ადამიანი გითხავს განა შეიძლება რომ რაღაცა სულ მუდამ იზრდებოდეს და არასოდეს ამთავრდებოდეს და რატო არ შეიძლება მათემატიკას ხო სწავლობთ ეხლა დავუშვათ დღეს რომ 100-ს მივუმატო მეორე 100 ხვალაც 100 ზეგაც 100 მაზეგაც და რა ეს როდემდე მივა იქამდე რომ სადღაც უნდა გაჩერდეს არასოდეს უსასრულობა ხო არსებობს ვერასოდეს ეს გინა 100-ები მივუმატო გინა 1000-ები და გინა მილიონები უსასრულობამდე ვერასოდეს ვერ მიაღწევს რაც არ უნდა მივუმატო შენ სიხარულს სრულყოფილებას ანუ ღმერთის სისავსეს ვერ მიაღწევს გესმის ღმერთში დაულევნელია ეს სიხარული და აი ამ სიხარულში იწევს ეუბნება რომ მოდით ჩემთან რადგანო ფშიოდაო და მაჭამეთო ნახეთ ფშიერს გაუნაწილებენ წყუროდა და დამალევინეთო მოდის ხა ილუსტრაციებსაც გაჩვენეთ შიშველი ვიყავი და შემოსეთო აი ვიღაცა შიშველია და შემოსავს ვიღაცა უცხო ადამიანს შეიწყნარებს უცხო რას ნიშნავს დავუშვათ ადამიანი შეგხვდა სადღაც არ იცნობდა თან ისეთი უცხოა რომელიც შეიძლება საერთოდაც ვეღარ ნახო ცხოვრებაში ერთხელ შეგხვდა ანუ აქ შინაარსი იცი რა არის მე ვეხმარები იმიტომ კი არა რომ მე ესეც დამეხმაროს იმას საერთოდ ვეღარ ნახავ შენ ვერასოდეს ვეღარ ნახავ მაგრამ ეგეთ ადამიანსაც რომ დაეხმარები იქწერია რომ საავადმყოფოში ვიყავიო და მოხვედით სანახავათო საპყრობილეში ვიყავით და მოხვედით სანახავათო და როდის გნახეთ უფალო ასეთ მდგომარეობაშიო ესენი ეკითხებიან მარჯვენით ყოფები და უფალო ეუბნება რაც გაუკეთეთ თითოეულ ადამიანს ის მე გამიკეთეთ მარცხენით ყოფებს კი ეტყვის თქვენ წადითო ეშმაკისთვის გამზადებულ სატანჯველში ახლა თუ გქონიათ შემთხვევა რომ რაღაცის გამო დამწუხრებული ხარ ან სიტყვაზე ვამბობ აი ტყუილი თქვი და მერე გაწუხებს ეს რაღაცა ან რაღაც მოიპარე და შიგნიდან რაღაცა ღრნის ჭამს და ესე იგი არავინ არაფერი არ იცის რომ მოიპარე არავინ არ იცის მაგრამ შენ იცი მარტო და მაინც გაწუხებს შინდისი გაწვალებს ან დაუშვათ მოხდა ისე რომ შენს მეგობარს შენი ერთგულება ჭირდებოდა შენ ძალა ვერ გამოიჩინე და ვერ უერთგულე და ეხლა ეს გაწუხებს და შიგნიდან რაღაცა ჭამს და გეუბნება რომ შენ აქ არ მოიქეცი ისე როგორც მეგობარ შეშვენოდა და ეს გაწუხებს და გტკივა და წარმოიდგინეთ ესეც იმ ჯოჯოხეთის პატარა ნიშანია აქ თუ ესე იტანჯები იქ ძალიან დიდი იქნება ტანჯვა ჯოჯოხეთში და ის ტანჯვაც არასოდეს არ დამთავრდება აი გარი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რომ არასოდეს არ დამთავრდება დღეს ხო ესეა დღეს რომ რაღაცა გიხარია ხო შეიძლება ხო კი არა შეიძლება იმ საღამოთვე რაღაცა მწუხარება მოყვეს იმას მე ისევ შეიძლება სიხარული ძალიან სწრაფად იცვლება მწუხარება და სიხარული მაგრამ სასუფეველში არასოდეს ის სიხარული არ შეიცვლება სულ გიხარია ჯოჯოხეთში არასოდეს ის სატანჯველი არ შეიცვლება და სულ მწუხარებს და ამ ჯოჯოხეთისთვის წირავს ადამიანი თავს და ეუბნება რომ უფალი ეუბნება წადითო თქვენო ეშმაკისთვის გამზადებულ ჯოჯოხეთში რადგან იგივე ეთყვის შიოდა და არ დამაყურეთო შიშველი არ შემოსეთ ყურვას არ დამალევინეთ საპყრობილეში საავადმყოფოში არ მომინახულეთ უცხო არ შემიწყნარეთ აი გუშინ რომ მე და შენ დაგვენანა ხო გახსოვს სინამდვილეში ჩვენ უფლისთვის დაგვენანა მიცემა და ჩვენ ვეკითხებით უფალო ჩვენ ჯარი გწერია მაგრამ ისე ვამბობ როდის გნახეთ უფალო ასეთ მდგომარეობაში და როდის არ დაგეხმარეთ და უფალი გვეუბნება რაც არ გაუკეთეთ თითოეულ ადამიანს ის მე ვიყავ მეზობელი შემოვიდა რაღაცა გთხოვა უარი უთხარი ესე იგი შენ უფალს უთხარი ვარ ნახეთ როგორ არის ეს ბავშვი თითქოს მოხუცს აძლევს მაგრამ სინამდვილეში ამის უკან უფალი დგას ესმის უფალი შენ ისე ჩაგითვლის რომ შენ თავად უფლისათვის მიგიცე უფალს რა სიჭირდება ჩვენ რომ მივცეთ თვითონ არის სამყაროს შემოქმედი და ყველაფერი მისია უფლისა არის ქვეყანა და სავსება მის
სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მაშინა. დავით მეფსალმუნე ამბობს, ყველაფერი უფლისა. რა უნდა მისცე უფალს ისეთი მისი რო არ იყოს. რამე მოიტანე ისეთი, აი მაგალითად გინახიათ ბავშვი რო იბადება? აი რო დაიბადა და ახალშობილია. რამე მოაქ, რამე უჭირავს. არაფერი არ მოუტანია და რა არის მისი? რომ მოვიდა ყველაფერი აქ დახვდა. ხო მართალი? არაფერი არ მოუტანია, შიშველი მოვიდა და ასეთივე წავა. ვერაფერს ვერ წაიღებს აქედან. ადამიანი ვერაფერს ვერ წაიღებს. ის ყველა ნივთი, რაც ადამიანს აქ ამ წუთის სოფელში აქვს შეძენილი, მხოლოდ აქ გამოადგება. მეტი იქით არაფერი არ გამოადგება. და ახლა შეხედეთ. უფალი ჩვენ რას გვეუბნება? უფალი ჩვენ არ გვეუბნება, რომ უნდა მიხვიდე ავადმყოფთან და გამოაჯანმრთელო. ესე რო ყოფილიყო, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნებოდა. ღვთის მცნება ძალიან მძიმე იქნებოდა, ესე რო ყოფილიყო, რომ უნდა მიხვიდე და უნდა გამოაჯანმრთელო. ან საპატიმროში უნდა მიხვიდე და გამოიყვანო საპატიმროდან. არამედ გეუბნება, უბრალოდ უნდა მიხვიდე და მოინახულო. ესე იგი არ მოგეშვა არა შენი მისვლით. არ გეუბნება, რომ რაღაცა მაინც და მაინც ძვირფასი სასმელი უნდა დაალევინო. წყურვალია და წყალი უნდა დაალევინო. პური უნდა აჭამო. გესმით? შესამოსელი უნდა მისცე. ნახეთ როგორ იყო წმინდა ივანე ნათლისმცემელი რომ ნათლავდა მდინარე იორდანეში. ხალხი მოდიოდნენ მოსანათლად და ეუბნებოდნენ, ჩვენ რა გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ, რომ ცხონდეთ და ის ეუბნებოდა, ვისაც ორი შესამოსელი აქვსო, ერთი სხვას მისცესო. ვისაც საკვები აქვს, ისიც ასე მოიქცესო. ეხლა მე მინდა თქვენთან ერთად ერთი ლექსი განვიხილო, რადგან ეს ამ თემას უკავშირდება. თქვენ შეიძლება იცით და წაკითხულიც გაქვთ, შეიძლება სულაც არ იცით, მაგრამ მე მინდა რომ უბრალოდ განვიხილოთ ერთად. ჩვენი ლუკას ამბები. შენ ხო არა ხარ ლუკა? აბა? აი, ბევრი ლუკა გყავს აქ. ბევრი ესეთი ლუკა გყავს აქ. რამდენი წლის იქნება? 9. კაი. დაუშვათ, თუნდაც ეს არის 10 წლის, 12 წლის, კიდე 9 წლის. ერთი ლექსი მინდა წავიკითხო და თქვენთან ერთად განვიხილო, თან შევჩერდები ხოლმე. დაღამდა, ძილი უკრთება. ძილი უკრთება ნიშნავს ვერ იძინებს, რაღაცა არასვენებს, ვერ იძინებს, რაღაცაზე დარდი არასვენებს. შეიძლება ვიღაცას შეყვარებულზე ფიქრი არასვენებს, მაგრამ ამას რაღაცა სხვა აზრები აქვს. დაღამდა, ძილი უკრთება, ლუკას მოუდის ფიქრები. მშობლები ვიზეც დარდობდნენ, მე მისი შემწევ იქნები. ყური მოუკრავს, ამბობდნენ, სოფლის ბოლოში კაცია. ლეიბსაბნადაც ის აქვს, რაც კი დღე ტანზე აცვია. ესე იგი რა გამოდის? არც ლეიბი აქვს, არც საბანი. აი რაც აცვია, ეგ არის მისი ავლადიდება. რო დაწება, ეგრე უნდა დაიძინოს, რო ადგება, ეგრე უნდა იყოს. ნახეთ ახლა რას ამბობს. თუმცა სოფელი დიდია, სოფელში ხდება ეს ყველა. ნეტავი საქმე რაშია? თუ ყველა მაძღრად იძინებს, მხოლოდ იმ ერთ კაცს რადშია. აი პატარა ბავშვი რაზე ფიქრობს? თუ ყველა მაძღარია და თბილად იძინებს, იმ ერთ კაცს მხოლოდ რატოშია, განა რა გახდა, რომ ის ერთი კაციც დაპურებული იყოს, გესმით? აი, სულაც რომ ყველა ოჯახიდან პატარა ნამცეცი გადავარდნილიყო, ეს კაცი დაპურდებოდა. დამბავს საინტერესებს ნეტა რაშია საქმე, აი რა უსიყვარულობასთან აქვს საქმე, რომ ესე მდგომარეობაშია კაცი იმ სოფელში, სადაც ყველა მაძღარი. ფიქრები ტანჯავს წავიდეს, ადგომაც თითქოს ძნელია. ადგომა ძნელი კი არ არის ბავშვებო, მაგრამ თითქოს ძნელია ნიშნავს, რომ
ეშმაკი შენ ჩაგაგონებს რომ არ ადგე არ გააკეთო იმიტომ რომ თუ გააკეთებ ეს მადლია და მას არ უნდა რომ ეს მადლი გააკეთო და გიმძიმებს ამას ფიქრები ტანჯავს წავიდეს ადგომას თითქოს ძნელია თბილი საწოლი კი არა ეს უფრო ბრძოლის ველია ის საწოლი ამ ბავშვისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და რატომ ვერ იძინებს ამ კაცზე ფიქრობს ანუ ვერც შვიდად ვერ იძინებს ადგომაც უჭირს და აი რაღაცა იბრძვის საერთოდ იცი როგორ არის ვიღაცას რომ გინდა დაეხმარო არამე სიკეთე გააკეთო ჯერ ბრძოლა გონებაში აქ უნდა გაიმარჯვა თუ აქ არ გაიმარჯვა ვერ გააკეთებ ჯერ იქ უნდა გადალახო და რომ გადალახავ მერე უკვე ყველაფერი ადვილდება იმ კაცზე ფიქრობს რომშია და რომ სჭირდება ნუგეში იმარჯვებს ფიქრთა ომშია სითბო ეღრება უბეში აი როდესაც შენ იმარჯვებ შენს თავზე შენ სიზარმაცეზე ყველაფერზე მერე გულში სითბო მოდის და ნუგეში მოდის ღვთისგან განა ბევრია ვინც შეძლო გლახაკისათვის ადგომა გძინავს არ გვახსოვს რომ გველის უფლის საღდართან წარდგომა უფლის საღდართან წარდგომა ის არის ღვთის წინაშე რომ თითოეული უნდა წარდგეთ წეღარაზეც ვისაუბრეთ შუაღამე გადავიდა მთვარის შუგზე მიდის ბავშვი იმ გლახაკის ქოხინახოს მხოლოდ ეს ფიქრი აქვს თავში ეხლა იქ წარმოიდგინეთ შუაღამეა მარტო მიდის ორნი რომ მიდიხართ ეგ უკვე დიდი ძალაა ორნი რომ მიდიხართ ეგ სულ სხვა რამეა უფრო ძლიერი ხარ და როდესაც მარტო მიდიხარ თითქოს ყველაფერი გაშინებს მაგრამ ერთი რამე ახლავს მარტო სიარულს არ ვიცი თქვენ დაკვირვები ხართ თუ არა როდესაც მარტო აკეთებ რაღაცას და არავინ არ ყავს ადამიანი რო შეგეწიოს გძნობ რომ უფალი როგორ ახლოს არის უფლის შემწეობას უფრო ძალუმად გძნობ შუაღამე გადავიდა მთვარის შუგზე მიდის ბავშვი იმ გლახაკის ქოხინახოს მხოლოდ ეს ფიქრი აქვს თავში ცოტა ხანში ქოხთან მიდის ჩვენი ბიჭი პატარა ხელით პური გულით კიდევ უფალი რომ ატარა მის გულში უფალია ამ სიყვარულს მიყავს კართან ჩუმად დაალაგებს ლურჯ ქურქს საკვებს და პურებს ფიქრობს ყველას კაცის ხელით თვით უფალი აპურებს ნახეთ როგორი თამდაბალია კი არ ფიქრობს რომ ეს მე ვარ ვინც ამ სიკეთეს აკეთებს არამედ ფიქრობს თითოეულ ადამიანს კაცის ხელით ადამიანის ხელით უფალი აპურებს გახსოვს შენ გუშინ რო არ დაგენანა ვიღაცას რაღაც მიეცი ეს სინამდვილეში უფალმა გააკეთა გესმის მაგრამ ჩვენი ხელით გააკეთა ეგ ჩვენთვის დიდი წყალობა რომ ჩვენი ხელით რაღაცა გააკეთა უფალმა ვიღაც ხარბად ეტანება ძივებს ბეჭდებს საყურეს უფალი კი პირუთნელად ყველას ერთად დაგყურებს საწოდაობა არ არის შენ ძივებით ირთვებოდე და ვიღაცა მშიერი იყოს ეგ ხო არ გამო ადამიანობას ეგ არ შეესაბამება კარზე ნაზად კაკუნია კარებს აღებს დინჯად გლახა ნივთებს ხედავს ღმერთს ადიდებს მომტანი კი ვერსად ნახა ნახეთ რა ჭკვიანი ბავშვია კი არ ტოვებს და კი არ მოდის უკან რატო არ მოდის უკან შეიძლება ვინმეს აიღო თან მეორე ამარო არ მოიწყინოს ხო არ გამოდის ყოველ შეხვედრაზე უღონოდ შეიქმნება ესე იგი შეხედეთ ამ კაცს ამ ბავშვს იმ კაცის დარდი აქვს მას უნდა რომ იმ ღამესვე დაპურდეს და გათბეს ხო მართალი იმ ღამესვე უნდა რომ დაპურდეს და გათბეს ამიტომ აგაკუნებს კი არდებს და ელოდება რომ დილით როდის გააღებს და მერე აიღებს აკაკუნებს და თან არ უნდა რომ გამოჩნდეს აი ეს არის გახსოვთ წმინდა ნიკოლოზმა როგორ გაუკეთა მოწყალება ფანჯისგან რომ გადაუგდო ოქრო აკაკუნებს მაგრამ გამორბის იქ არ ჩერდება ეს გლახაკი კიდევ კარებს აღებს ამ ნივთებს ხედავს საკვებს ხედავს ქურქს ხედავს მომტანს ვერ ნახულობს და ამიტომ ღმერთს ადიდებს აი გარი ყველაზე მთავარი ის კი არა რომ აი მაგალითად თქვას რომ
ბარბარე რა მოწყალე გოგოა, რა კარგი გოგო, ეგ კი არა. ბარბარე რომ მოწყალებას გააკეთებს, ადამიანმა თუ თქვა, დიდება შენ და ღმერთო, აი გარი მთავარი. იმიტომ რომ სახარებაში უფალი ამბობს, რომ ისე წინავდესო თქვენი ნათელიო, რომ თქვენ რომ შემოგხედავდნენ, ღვთის დიდება დაიწყონ. ის კი არა ეს მაგარია, ის მოწყალია, ის თანდაბალია, არა. შენი შემხედარა თუ ადამიანი ღვთის დიდებას იწყებს, ესე იგი შენ ღირსეულად გააკეთებ. ეხლა ვნახოთ რა ხდება. შინ ბრუნდება სიხარულით, გულგამთბარი ჩვენი ლუკა. ცდილობს არ ვინ შეამჩნიოს, იხედება წინ და უკან. რატო იხედება წინ და უკან? რამე მოიპარა თუ რამე დააშავა თუ რა ხდება? რომ არავინ დაინახოს, რომ სიკეთე გააკეთა. იმიტომ რომ სიკეთე მაშინ არის სიკეთე, როდესაც შენ აკეთებ იმ გლახაკის სიბრალულის გამო და არა გამოსაჩენად. ეგ არის სიკეთე. დაწვა ტკბილად ეძინება. გახსოვთ რომ ვერ იძინებდა თავიდან რო დაწვა. იმიტომ რომ ვერ ისვენებდა, იმ კაცის დარდი არ ასვენებდა. აი ეგ მოუსვენრობა არის მაცხოვნებელი. ეხლა დააკვირდით. მოუსვენრობა, რომელიც სხვის ტკივილს და სხვის გაჭირებას მოსდევს, რა შენ გინდა რაღაცით დაეხმარ, აი ეგ მოუსვენრობა არის მაცხოვნებელი. აი ეგ მოუსვენრობა თუ დაემართა ადამიანს, ესე იგი ნიშნავს, რომ მის გულში უფალი შევიდა, ესე იგი ადამიანმა გულისკარი გაუღო უფალს. დაწვა ტკბილად ეძინება, ფიქრობს ალბათ ზღაპარშია, რადგან გლახაკს აღარ სცივა, რადგან გლახაკს აღარშია, რა ბედნიერი იქნებოდა, არა, აი მე არ ვიცი თქვენ გამოგიცდიათ თუ არა, მაგრამ აი ესე ვალმოხდილი, თუნდაც დაღლილი, თუნდაც გაწამებული, რომ მიდიხარ და რომ უნდა დაიძინო, იცი რომ შენ იმ დღეს რაც გევალებოდა, ასე თუ ისე გააკეთე. აი ეს ბავშვიც ეს დაწვა და ესე უკვე ბედნიერი იძინებს. აი ეს ბედნიერი დაძინება, რაც მას აქვს ახლა, ეგეც სასუფეველის პატარა ნაპერწკალია და იქ გაცილებით დიდი ელოდება. გაეღვიძა თვალებს იფშუნეთს. აიცადე გაჩვენოთ. გაეღვიძა თვალებს იფშუნეთს, ზურგზე აზის ცელქი ტასო. მითხარ შენ თუ მაგარი ხარ, რის ვაპირებ შენთვის თქმასო. თავისი და შემოახტა ზურგზე და რაღაცა უნდა რო უთხრეს. როგორ ძლიერ ჩამოფიქრე, რას მიმალავ, ნეტავ რასო, ალბათ მე ვერ გამოვიცნობ, ისევ შენ თქვი ჩემო ტასო. და ეხლა ტასო რას ეუბნება, ნახეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. სხვათა შორის ეს ლექსი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და იმ ამბავს მოგიყვებით მე. ღმერთმა წუხელ რაღაც მითხრა, მე რომ შენთვის გადმომეცა. იცი ლუკა, უფალს წუხელ შენი ლურჯი ქურქი ეცა. ეს ლურჯი ქურქი ვის დაუტოვა ამარ? იმ გაჭირებულს. და ამ პატარა გოგონამ ტასომ ნახა, რომ უფალს იესო ქრისტეს ეცო მისი ლურჯი ქურქი. და მითხრა თურმე ვინც წყალობს, ავადმყოფს, უცხოს მშიერსო, სულ ყველას გულში ჩაიკრავს ჩვენი უფალი იესო. აი როდესაც ღვთის წინაშე წარდგება ადამიანი, აი ესეთ მდგომარეობაში მყოფ ბავშვი იქნება, დიდი იქნება, ნებისმიერი ყველას გულში ჩაიხუტებს და იმას მარადიული სიხარული ელოდება. ეხლა ის ნამდვილი ამბავი რა არის? ერთ-ერთი მღვდელმთავარი იყო, რომელიც მიდიოდა წირვა უნდა აღესრულებინა და ქუჩაში დაინახა ესეთი გაჭირებული ადამიანი, რომელსაც სციოდა. არაფერი არ ქონდა, რასაც იმ დროს მისცემდა და თავის სამღვდელმთავრო შესამოსელს, რაც წირვაზე უნდა შეემოსა. მოაჭრა ნაწილი და აი ამ გლახაკს შემოახვია. და მერე ძილში ნახა ამან, რომ უფალი გამოეცხადა და ეუბნება, რომ აი ნახეო, შენმა შესამოსელმა როგორ გამართბაო და ხედავს, რომ უფალს მისი ეს სამღვდელმთავრო შესამოსლის ნაწილი აქვს შემოხვეული. აი რაც იმ ბავშვის შემთხვევაში იყო, რომ ესე იგი გლახაკს აძლევდა, მაგრამ მის უკან რო უფალი იდგა. აი შეხედა. აი შენ რო ნებისმიერ ადამიანს რაღაცას ხელს გაუმართა,
დედოფალი ჩაგითვლის, რომ თვითონ მისთვის გაგიმართია ხელი და ერთი ესეთი შემთხვევაც იყო. მოდი ჯერ იმას გაგახსენებთ, გახსოვთ საშობა ოიგავი რო იყო. პატარა ბავშვთან რო სამჯერ მოვიდნენ. ერთხელ მოხუთ. მოდი ესეც ვნახოთ, მაგრამ მანამდე ამისი საპირისპირო მინდა ვნახოთ რაღაცა და შედარება გავაკეთოთ. ესეც არაერთხელ გვინახია, მაგრამ ეხლა უბრალოდ რადგან თემა მოიტანა, მოდი ესეც ვნახოთ. ცოტა ხნით შუქი ჩავაქროთ და აი, მოდი ეს. იგავი ლაზარესა და მდიდარ კაცს. ცხოვრობდა მდიდარი კაცს, რომელიც მდიდრულად იმოსებოდა და ძვირფას სასახლეში ცხოვრობდა. იყო ასევე ღარიბი კაცი, სახელად ლაზარი, რომელიც მდიდრის სახლთან იწვა. მისი სხეული წყლულებით იყო დაფარული და იგი მდიდრის სუფრიდან გადმოყრილი ნარჩენებით იკვებებოდა. უნდა დაისვენო ლაზარე. მომეცი, მე დავასრულებ. მაგრამ მე მომწონს. შენზე ვდარდობ. არ ხარ კარგად. მეფე დავითივი ძლიერი ვარ. ოღონდ არა მაშინ, გოლიათი რომ დაამარცხა. 50 წლის შემდეგ. ცოტას თუ მოიცდით, დავბრუნდები და საჭმელს მოვიტან ყველასთვის. არა, ასე არ გამოვა. დღეს ჩემი რიგია საჭმის მოტანის. არა, შენ შვილთან დარჩი. მას ჭირდები. წაიღე და არ დაგინახო რომ იმ ღარიბს კიდევ აჭამო ჩემს სახლთან რომ წევს. ძაღლივით რომ იქექება ჩემს ნაგავში. ვეღარ მოვიშორებ თუ ასე განაგზობ. სირცხვილია მისი ასე დაგდება. სირცხვილი ის არაა რომ ჩემი შემოსასვლელი სამრეცხაოს დაამგვანა. მაგრამ ბატონო, თუ არ ვაჭმევ, ის მოკვდება. მერე რა? შენი უტვინო თანაგზობით, შენ ფიქრობ რომ ეს სიკეთეა რა? ეს სისუსტეა. დიახ, ბატონო. ახლა წადი და გააგდე, თორემ ისე გავამათრახებ რომ სული გაძვრება. ლაზარე, ადექი. ეს შენ ხარ მეგობარო? აიღე და წადი. ბატონმა თქვა რომ გაგამათრახებს თუ აქ დარჩები. ლაზარე, ადექი. ბატონმა რომ დაგინახოს. როგორ გაბედე დაუმორჩილებლობა. საპატიოდ ბატონო, მე გვერდზე გაიციე, გაჩვენებ ღარიბებთან ლაპარაკი როგორ უნდა. სიკვდილი მაინც მოახერხა, სანამ სეირს ვაჩვენებდი. თავიდან მოიშორე. ხედავ სადამდე მიგიყვანა შენმა თანაგზობამ თავად მიიღე მათრახი წელზე. წამოდი ლაზარე. გამოყვევი. საბროლო ლაზარე. მე აბრაამი ვარ. კეთილი იყოს შენი მობრძანება.
შეჭერდი არა არ ჯერა ეს შეუძლებელია როგორც ყურია აბრაამ მამაო აბრაამ დამეხმარე ისე მწყურია ყველაფრისთვის მზად ვარ თუ ლაზარეთიც დაისველებს მზად ვარ გავლოკო იგი გთხოვ შვილო ჩემო ახსოვს მიწიერ ცხოვრებაში რამდენი გქონდა ლაზარე კი მოწყალებას გთხოვდა ახლა ის შეწყნარებული შენ კი იტანჯები მაგრამ ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით ჩვენ შორის უზარმაზარი უფსკულია და არავის ძალებს გადალახოს იგი არც შენ და არც მე მაშინ ეს მაინც გავაკეთე გაგზავნე ლაზარე ჩემს ძმებთან რომ შეიცვალნო და არ აღმოჩნდნენ ამ საშინელ ადგილზე შენ ძმებს ჰყავდათ მოსე და სხვა წინასწარმეტყველები ილოცე რომ ძმებმა მათი მოისმინონ არა მამაო აბრაამ თუ მათთან ვინმე გარდაცვლილთაგანი მივა მაშინ ისინი დაიჯერებენ თუ მათ მოსესი და წინასწარმეტყველების არ შეისმინეს მაშინ მათ ვერავინ და ვერაფერი დაარწმუნებს გარდაცვლილთაგანაც რომ მივიდეს ვინმე თუ დააკვირდით, ესე იგი იმ მომენტს, როდესაც დიდარი აღმოაჩენს, რომ მისმა სულმა დატოვა მისი სხეული. თუ დააკვირდით მაგ მომენტს. როდესაც მდიდრი სული მის სხეულს ტოვებს, როგორ ეძნელება, როდესაც აღმოაჩენს რა რეალობის წინაშე დგება, რომ ეს მიწიერი მისთვის უკვე აღარაფერს აღარ წარმოადგენს და მთელი ცხოვრება, ესე იგი, ზრუნავდა იმაზე რაღაც სიმდიდრე დაეგროვებინა და ერთ წამში აღმოაჩენს, რომ ის ყველაფერი უბრალოდ აღარ არსებობს. და მიდის იმ რეალობაში, რისთვისაც არაფერი არ უზრუნია. აი როგორი მძიმე იყო. როგორ არ უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ის რომ მას არ უნდოდა, ამან ვერაფერი ვერ შეცვალა. გესმით? ამიტომაც აი თავში ჩვენ თქვით თუ გახსოვთ, ადამიანებს ღმერთი განარჩევს, ზოგს მარჯვნივ დააყენებს და ზოგს მარცხნივ. მაგრამ ახლა ჩვენ ხვდებით, რომ ღმერთი კი არ განარჩევს. აბა ვინ განარჩევს? თავად ადამიანი. აი მაგალითად აი ამ საყვარელ გოგონას შეუძლია რომ მიაწოდოს წყალი, მაგრამ შეუძლია არ მიაწოდოს, არ გაისარჯოს.
წავიდეს და ითამაშოს, არ მიაქციოს ყურადღება. აი ამ ბავშვს შეუძლია რომ მივიდეს და თავისი მეგობარი ავადმყოფი ბავშვი მოინახულოს. მაგრამ შეუძლია ეს არ გააკეთოს. ესე იგი ვინ ირჩევს? თავად ეს ბავშვი ირჩევს, არა? იმ დიდას, რომელიც ლაზარეს არ ეხმარებოდა, განა მის ხელში არ იყო და ეხმარებოდა თუ არა? გესმით რაზეა ლაპარაკი? ადამიანი თვითონ ირჩევს. ოღონ ირჩევს, იქ კი არა ღვთის წინაშე რო წარდგება. აი ხვალ რო შეხვდები ვიღაცას, ვისაც შენი დახმარება უნდა, იქ დგები არჩევანის წინაშე, უფლის მარჯვნივ დადგა თუ უფლის მარცხნივ. ანუ ცხვრების მხარეს დადგე, ვინც მარადილ სიხარულს მოიპოვებს, თუ თხების მხარეს, ვინც მარადილად დაიღუპება. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე, ესე იგი. მოდი ახლა თქვენს რამდენიმე შეკითხვას უპასუხებ, მით უფრო აი მეხუთე სკოლიდან მოსული ბავშვების, კი გამო. ერთი რამ მოდი ვკითხოთ ბავშვებს. ბანაკში ვინც იყავით, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, რაღაცა ვიდეო არის დამონტაჟებული და თუ გნებავთ ვაჩვენებთ ამ ბავშვს. ვაჩვენოთ? რამე ისეთ ხო არ გააკეთეთ, თვალს რო არ დაენახება. არა? თუ ეგეთი არ იყო არაფერი ვაჩვენოთ. თუმცა ეგეთებს მაინც მოარიდებდა ნიკოლოზი, მაგრამ მოდი პირველი შეკითხვა. ხო არ დაიღალეთ? იო, რამდენი? მოდი აბა ცოტაც მოვითმინოთ, ცოტაც გაუძლოთ. პირველი შეკითხვა. ხანდახან მაქვს ზედმეტად ცუდი ფიქრები. ვფიქრობ, რომ ახლობელი თუ დამეღუპება, ეს კარგია. ეს მე შეკითხვა ვერ გავიგე, რატო არის კარგი, მაგრამ უფალზე ცუდი ფიქრები, ეს ვიცი, რომ ცოდვაა. და ნორმალურია ეს ყველაფერიო. საერთოდ იცით რა არის? ფიქრი თავისთავად ჩვენი არ არის. აი თავში რო რაღაცა ფიქრი და აზრი მოგდის, ეს ჩვენი არ არის იქამდე, ვიდრე ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. ხო მართალია? ეხლა მაგალითად აი ქუჩაში გაიარე. ვიღაცა ამბობს რაღაც ძალიან კარგ სიტყვებს, თავაზიან სიტყვებს. მაგრამ ის სიტყვები ჩემში რომ შემოდის, ჩემია, ჩემი არ არის. გესმით? ვიღაც იგინება ქუჩაში, ესეც მესმის, მაგრამ არც ეს არ არის ჩემი. ჩემი იცი რომელია? რომელსაც მე დავეთანხმებ, რომელსაც მე გავიმეორებ მერე. ფიქრი და აზრი ჩვენში რომ შემოდის, მე რომელსაც დავეთანხმები, ის არის უკვე ჩემი ფიქრი. ისე რომ ეს ფიქრი თავში თუ მოდის და ჩვენ ვიცით რომ ეს არ არის სწორი, ჩვენ ვეცადოთ რომ განვაგდოთ ეს ფიქრი. რითი უნდა განაგდო ეს ფიქრი? ორი ძირითადი ძლიერი საშუალება არსებობს. ერთი ის რომ სხვა რაღაცაზე იფიქრო და მეორე ის რომ შენ ლოცვით დახვდე. მე არაერთხელ მithქვამს ესე იგი, აი წარმოიდგინეთ რომ შევადაროთ ეს ცუდი ფიქრები შევადაროთ, ავი ძაღლი რომ მოგდევს. ავი ძაღლი რომ აი დავუშვათ მარიამი ნაზი გოგოა, მაგრამ დავუშვათ ეს არის ავი ძაღლი და გამოგეკიდა. შენ რას აკეთებ? უნდა გაიქცე, ხო უნდა გაიქცე. დავუშვათ აი სახლთან ახლოს ხარ და გამოგეკიდა ძაღლი. სახლში ხო გარბი ხარ? ჩვენი სახლი სად არის? ჩვენი სახლი 64-შეა, იქიდან ვარ ჩვენ. აი რო ამბობთ ხოლმე. აი მაგალითად ვინმე რო კითხოს, წარმოშობით საიდან ხარ? ჩვენ ვეტყვით გურიიდან ვარ თუ სამეგრელოდან თუ კახეთიდან. ჩვენ ყველანი წარმოშობით იცი საიდან ვართ? 64-დან ვართ. ადამიანი იქ შეიქმნა. ადამი და ევა იქ დაასახლა უფალმა, ეგრე არ არის? ჩვენ ყველანი იქიდან ვართ და როდესაც ძაღლი მოგდებს, შენ სახლში უნდა გაიქცე, ანუ ღმერთთან უნდა გაიქცე. როგორ? უნდა ილოცო. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე, ან დედასთან გაიქცე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო, შეგვეწიან და გვაცხონ, ეს ფიქრი რომ მოგდის. მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რომ იმ ძაღლს მიუბრუნდე და აბა კბილები გაუსინჯო, როგორი კბილები გაქვს, მაგას ხო არ აკეთებ. რატო ვამბობ? ეხლა რატო ვამბობ? ნახეთ. კბილების გასინჯვაში რას გულისხმობ? როდესაც ჩვენს თავში მოსულ ფიქრებს ჩაუკვირდებით, მე ნელ-ნელა ამ ფიქრებით ტკბობას იწყებ, ეგ უკვე ცოდვა. მე ამის განხორციელებაზე იწყებ ფიქრს.
ცუდი აზრი და ფიქრი რომ მოგდის, მაშინვე უნდა განაგდო და მაშინ გადარჩენილი ხარ. აი მაგალითად სიტყვაზე ვამბობ, ცხელი ნახშირი, უცბად რომ ხელი მოკიდო და გვერდით გადადო, ან გადააგდო, ხელი არ დაგეწევა. მაგრამ ამ ნახშირს თუ ხელში დაიჭერასა და დაუწყებ იმას თვალიერებას, აუცილებლად დაგეწევა ხელი. გესმით? ახლა ამ ნახშირს თუ უბეში ჩაიდებ, ან ჯიბეში ჩაიდებ, აი ამბავი ვერ მოხდება, ხო მართალია, ცხელი ნახშირი, ნაკვერცხარი. ისე რომ ეცადეთ რომ ფიქრი, რომელსაც შეატყობთ რომ არ არის ღვთისგან, მოიშოროთ და ჩვენ დაცულები ვიქნებით. როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ოჯახში და ურთიერთობებში. ეხლა ნახეთ, წმინდა იოანე ოქროპირი, ეს დიდი მღვდელმთავარი ასეთ რამეს ამბობს. მას ესე იგი, როდესაც განმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს, ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ ჯული იგი ქრისტესი. ანუ ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთო. რას ნიშნავს? ამის გარეშე სიმშვიდე არ არსებობს და რა არის? ახლა ნახეთ, დაუშვათ ოჯახშიო ცხოვრობსო, ორი ადამიანი ისეთი რომ ერთი, ესე ახასიათებს, ერთი ზარმაცია, მეორე მრისხანეა. სადღაც შეიძლება იყოს ერთი ბუტია, მეორე ძუნწი, სიტყვაზე ვამბობ, ხო? ერთი ამპარტავანი, მეორე ეგოისტი. სხვადასხვა ვარიაციები არსებობს. ნახეთ, ზარმაცმა უნდა მოითმინოს მეორის მრისხანება, იმიტომ რომ ამ მეორესაც მრისხანეს ამისი სიზარმაცის მოთმენა უწევს. ისე რომ შენ თუ ოჯახში ან სამეგობროში ვინმეზე ღიზიანდები, ეს ასეთი ამას ცუდი თვისება აქვს, იმას ცუდი ხასიათი აქვს. იცი რაზე უნდა დაფიქრდე? ვინ იცის ამ ადამიანსაც ჩემგან რამდენის მოთმენა უწევს, ჩემი ცუდი საქციელების გამო, ჩემი ცუდი ხასიათების გამო. მეც ხო მოსათმენი ვარ ამისთვის. გესმით? აი მაგაზე თუ იფიქრებს, მიხვდება რომ ის რომ თვითონ მოითმინოს წვისი, ვალს იხდით სამით და მეტი არაფერი. ეგ ეგრეც უნდა იყოს და სადაც ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვა არ ხდება, იქ სიმშვიდე არ არსებობს. კიდევ რა, ნახეთ, ოჯახზე ამბობს კიდე ასეთ რაღაცას. ოჯახშიო, სადაცო რაიმეს ჩემი და შენი ჰქვიაო, იქ სიმშვიდე არ იქნება. აი ოჯახია, მშობლებია, შვილებია და გაწევ-გამოწევა რომ მიდის, ეს ჩემია, ის იმისია, ის იმისია. თუ ოჯახია, ერთნი ვართ და თუ ოჯახია, ყველაფერი ჩვენია. გესმით? ყველაფერი ჩვენია. და აქ იქნება სიმშვიდე. ისე რომ თუ იმასე რამე არ მოგწონს, მოითმინე და მიმტევებელი იყავი და ისიც შენს მიმართ თუ ასეთი იქნება, უკვე სიმშვიდე იქნება. როგორ მივხვდე ღმერთის ნებას ჩემს ცხოვრებაში? იყავი გულწრფელი იყავი და ეცადე რომ ღვთისმცნობით იცხოვრო. და ღმერთი გამოგიჩენს, თუ დაუშვათ, მე ადრეც მოვიყვანი ასეთი მაგალითი. ჩვენ არ ვიცით საბოლოო ჯამში ჩვენ რა გველოდება, მაგრამ აი თუ გიმგზავრიათ მანქანით, როდესაც ნისლი ჩამოწვება ხოლმე. გიმგზავრიათ? ანუ მე რას დავაკვირდი, ნახე. მე პატარა ვიდეოც ქონდა გადაღებული, მეთქი ბავშვებს ვაჩვენო. რა შევატყე? დაუშვათ 50 მეტრის იქით ჩანს რაღაც. იმის იქით არაფერი არ ჩანს. მაგრამ იმის იქით რომ არ ჩანს, მე რა ვქნა, უნდა გავჩერდე? მე ის 50 მეტრი, რასაც ხედავ, ხო უნდა გავიარო? იქ რომ მივარ, იმის იქით კიდე ყოველი მომდევნო შემდეგ 50 მეტრი კიდე გამოჩნდება. ამ ჯერ რაც გესმის, ის გააკეთე. და მე ღმერთი კიდე გამოგიჩენს იმას, რასაც დღეს ვერ ხედავ რა არის გასაკეთებელი. რამდენად ხშირად უნდა ვეზიარო? ეს მოძღვართან შეთანხმებით თითოეულმა ადამიანმა უნდა მოაგვაროს ეს საკითხი, თუმცა რაც უფრო ხშირად ეზიარები, ოღონდ ამ ხშირად ზიარებას თავის შესაბამისი მომზადება ჭირდება, მით უკეთესი იქნება. მით უმეტეს ახლა დიდი მარხვა იწყება და გარდა შაბათ-კვირა წირვისა და ზიარებისა, შუაკვირაშიც ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს იქნება წირვა და იქნება ზიარება. ისე რომ დიდი მარხვის პერიოდი რადგან განსაკუთრებულია, ადამიანი კვირიდან კვირამდე უზიარებელი რომ არ დარჩეს, ეკლესიამ დააწესა პირველშეწირული ლიტურგიის აღსრულება და ადამიანს შეუძლია ოთხშაბათს და პარასკევსაც ეზიაროს.
როგორ მოვიქცე, როცა მეგობრები მჭორავენ, ცუდად მეკცევია, შემდეგ კი კვლავ პატიობ და ვემეგობრები. იცი რა არის? თუ ვინმე შენზე ჭორაობს, შენ ეს არ გაკნინებს. შენ ისევ ისეთი ღირსეული ხარ, როგორიც იყავი მანამდე. მაგრამ ვინც ჭორაობს, ეს არის უღრისი საქციელი. გესმით? ისე რომ შენ ამითი არაფერი არ გაკდება თუ შეხედა. დავუშვათ მე ვინმე შეიძლება შემზე ცუდად იფიქროს. თუ ის გონიერია შენზე ცუდად არ იფიქრებს. იცი რას იფიქრებს? ვინც ჭორაობს, იმაზე იფიქრებს, რომ ეს ვერ არის ღირსეული ადამიანი. და ყველა იმას ლაპარაკობს, როგორიც თვითონ არის. ვინც ხაზე ჭორაობს, შეიძლება მასზე უფრო მეტი გაიგო, ვიდრე იმაზე, ვიზეც ჭორაობენ. თავისი ლაპარაკი და რატომ? კოკასა შიგან რაცაც დგას, იგივე წარმოდინდების, რაც არის შიგნიდან ადამიანი იმას ლაპარაკობს. ესმით, თუ შეატყობ, რომ ნანობს და შენთან მეგობრობა უნდა იმეგობრო. მაგრამ თუ შეატყობ, რომ ის კვლავ იჭორავს და არც ნანობს და არც შენთან მეგობრობა უნდა, აი დამაის ნუ გაეკიდებით ახლა ეგეთ. ჭორაობა ცოდვაო, ყველაფერი ცოდვაა, რაც ჩვენ არ გვინდა გაგვიკეთონ და სხვის მიმართ ვაკეთებთ იმას, მათ შორის ჭორაობაც. მაინტერესებს, როდესაც ზედიზედ მესიზმრება ჩემი ახლობელი მიკვდებაო, ნორმალურიაო, არას ნიშნავს. მე გიჩვევთ, რომ სიზმრებს მაინც და მაინც არ აყვეთ. რაც არ უნდა დაგესიზმროთ, სიზმრებს არ აყვეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ეს ძალიან მოკლედ რო ვთქვა და მე თუ გნებავთ ერთი პატარა მონაკვეთი, ახლა რადგან უკვე ბოლოში ვართ და დრო დაჭირდება ამას. ან მოდი შეიძლება კიდე როდის შევხვდეთ, ეს ხო თქვენი შეკითხვებია სკოლიდან ვინცახეთ. ბავშვებო, შეხედეთ როგორი ამბავია. ფილმი, რომელიმე ფილმი აგენტებზე გინახიათ? აგენტი რას ნიშნავს? სიტყვაზე დაუშვათ მოვიდა ვიღაცა არის მხატვარი. სინამდვილეში ეს მხატვარი კი არ არის, სულ სხვა რაღაცა აქვს დავალებული, მაგრამ შენ თავს გაჩვენებს როგორც მხატვარი. რატო? იმიტომ რომ შენი ნდობა მოიპოვოს. სიზმარიც ესეა. სიზმარს უნდა რომ შენი ნდობა მოიპოვოს. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ეშმაკმა ძალიან ბევრი რამე იცის. ბიჭებო, ხო არ დაიღალეთ? არა, ლაპარაკით ხო არ დაიღალეთ მე? ეშმაკმა ძალიან ბევრი რამე იცის. დაუშვათ ლუკამ და გაბრიელმა გადაწყვიტეს, რომ თავისი მეგობარი, რომელიც ავად არის, მივიდნენ სანახავად. ეხლა ეს მათი საუბარი ეშმაკმა ხო მოისმინა. აი მოდი დააკვირდით, ეშმაკმა ხო მოისმინა, რომ ლუკა და გაბრიელი ლაპარაკობენ, მოდი ზეგ წავიდეთ და ჩვენი მეგობარი ვნახოთ. ეხლა იმ ბავშვს თუ დღეს სიზმარში ეჩვენება, ეშმაკი აჩვენებს, რომ ორ დღეში შენთან ლუკა და გაბრიელი მოვლენ. რა არის ამაში გასაკვირი, რომ მან ეს იცის? მართლა ზეგ მიადგებიან ესენი და ის იტყვის, რა მაგარია, რაც ნახე ის ამიხდა. მერე კიდე ასეთ რაღაცეებს აჩვენებს. და უკვე სიზმარმა ნდობა მოიპოვა იმ ავადმყოფ ბავშვში. ნდობა მოიპოვა, ნახე რაც ნახე ყველაფერი ახდა. შენ რა გქვია? ბარბარე. მერე სულ ტყუილად, ისე რომ არაფერი არ ხდება ცამოწმენდილზე, იმ ბავშვს სიზმარში ეჩვენება, რომ ბარბარე ცუდ რაღაცეებს ლაპარაკობს იმ ბავშვზე. რატო ამბობ ამას იცით? იმ სიზმარმა უკვე იმ ბავშვში ნდობა მოიპოვა, ეხლა ჯერა უკვე. ის კი არ ჩანს შენ რო ლაპარაკობ თუ არ ლაპარაკობ, მაგრამ ესენი რო ორჯერ მივიდნენ, ხო დაინახა. ეხლა მართლა გონია რომ შენ ლაპარაკობ ცუდ რაღაცეებს და მოდის და შენ უკვე ცუდად გიყურებს. გესმით? საბოლოო ჯამში ეშმაკს მიყავს იქითკენ საქმე, რომ მერე რაღაცა ბოროტება მოახდინოს. ძირითადად სიზმრების ძირითადი ნაწილი ჩვენთვის რაც მოდის ღვთისგან არ არის. არის იშვიათად რომ ღვთისგან არის, ეს წმინდა წერილითაც დასტურდება, იოსებმა ნახა სიზმარი
და კიდევაც ახდა ეს და ყველაფერი, მაგრამ ჩვენ როდესაც სიზმარს ვნახურობთ, არ უნდა ჩავთვალოთ ღირსად თავი იმისა, რომ ეს ღვთისგან იქნება უეჭველად. თუმცა არის ესეთი შემთხვევებიც, ჩვენთან ტაძარში მოდის ხოლმე ერთი კაცი. ეხლა ხანს მოვიდა ერთ-ერთი სოფლიდან, მოდი არც სახეს დავასახელებ, არც სოფელს დავასახელებ. სიზმარი ნახა. დედა ახალი გარდაცვლილი ყავს და სიზმარი ნახა. რომ თითქოსო მე და ესე იგი მე და თქვენო ჩემზე ლაპარაკობ და აქეთ-იქით ვისხდით და შუაში დედა გვიჯდაო, მისი გარდაცვლილი დედა ხელი მომკიდა და მითხრა რომ მამა ბასილთან მიდიო. მე არც დედას არ ვიცნობ. და ის ადამიანი დღეს ახლა მოდის, მარხულობს, ლოცულობს, ახსარებას ამბობს. არის ესეთებიც. დედა მოიყვანა. გარდაცვლილმა დედამ ის დედა მორწმუნე ქალბატონი იყო. ესეთები იშვიათია. მაგრამ შენ არ უნდა ხეხო ნაყოფით იცნობა. აი ნაყოფით შეიცნობ, მაგრამ არ უნდა ენდო პირდაპირ ესე. დატუს დახატვა ცოდვა. ეგეთი შეკითხვა იყო. ესე იგი არ შეიძლება. ადამიანის სიკვდილის შემდეგ სად მიდისო? აი რაზეც ვისაუბრეთ, რასაც აირჩევს სამწუთის სოფელში, იქ მიდის. თუ აირჩევს ღვთის სასუფეველს, ოღონდ იცხოვრებს შესაბამისად, მაშინ იქ მიდის. აღდგომას რატომ აგორებენ კვერცხს საფლავზე? კვერცხიდან ბავშვებო სიცოცხლე ხო იბადები. აი ეს კვერცხი არის სიცოცხლის სიმბოლო. ქრისტე ხომ მკვდრეთით აღდგა. კიდევ აღდგომას ჯეჯილი ითესება ხოლმე, ხორბალი ითესება. ის მარცვალი კვდება მიწაში და ახალი სიცოცხლე ამოდის. ქრისტე ჩვენთვის მოკვდა ჯვარზე და მკვდრეთით აღდგა და ჩვენც აგვადგენს თავის დროზე, როგორც ჩვენ წეგან ვისაუბრეთ. შეუძლია თუ არა ადამიანს ღმერთთან საუბარი? შეუძლია თუ არა ადამიანს ლოცვა? ესე იგი შეუძლია ღმერთთან საუბარი. ლოცვა არის ღმერთთან საუბარი. თუ რამე გიჭირს, თუ რამე გილხინს, ყველა შენი სატკივარი თუ სიხარული უნდა მიიტანო ღმერთთან. რა არის რწმენის მთავარი არსი ყოველდღიურ ცხოვრებაში? ძალიან დიდი ძალა აქვს მორწმუნე ადამიანს. და რატომ? მას სწავს რომ ღმერთი ყოველთვის უყურებს, ყოველთვის იმედიანად არის. ამავე დროს, რადგან იცის რომ ღმერთი უყურებს და სინდისი აქვს, არა? ესე იგი გაფრთხილდება და ცოდვას მოერიდება. და გამოდის საბოლოო ჯამში რა? იმედიანადაც არის და ნაკლებ ცოდვასაც ჩაიდოს. როგორ შევინარჩუნოთ სიკეთე უსამართლო ცხოვრებაში? შემთხვევით ამ წუთის სოფელში არაფერი არ ხდება. რაღაცა თუ მოვა უსამართლობა რა? უნდა მოითმინო. ზოგჯერ გამოსავალი არის მხოლოდ მოთმინება. ზოგჯერ არის რომ ვერაფერს ვერ იზამ. უნდა მოითმინო და შენი სიმართლე, აი როგორც წმინდა წერილში წერია, ესე იგი დღესავით ნათელი მოეფინება და საბოლოო ჯამში გამოჩნდება. როგორ მოიქცეთ, როცა გარშემო ცუდ მაგალითებს ხედავთ? როგორ უნდა მოიქცეთ და ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი მაგალითი. კარგი მაგალითი, არ უნდა მიბაძო. შენი საქციელით უნდა ერთი კარგი მაგალითი იყო. იმის გამო რომ სხვას ცოდავს, შენ არ უნდა მიბაძო მას. როგორ გავუმკლავდეთ შის, როცა მარტო ვართო? მარტო ჩვენ ფაქტიურად არასოდეს არ ვართ. მარტო იცი ვინ არის, ვისაც ღმერთი არ წამს. ვისაც ღმერთი წამს, ის მარტო არასდროს არ არის. წეგან ხო ამბობდი, როცა მარტო ხარ, ღმერთის შენთან ყოფობას უფრო ძლიერად გძნობ. ვისაც ეს გამოუცდია, ამაში არ ჭირდება დარწმუნება და ვისაც არ გამოუცდია, ალბათ დრო მოვა და ისიც გამოცდის. მოდი ახლა ძალიან რო აღარ დაგღალოთ, აქ კი არის კიდევ შეკითხვები, მაგრამ გაჩვენებთ ერთ პატარა ვიდეოს და თუ მოგეწონებათ, მერე კიდე გაჩვენებთ.